გამარჯობა. აქციით სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებით დაიწყო ზუგდიდში შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო თეატრის წინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენად დაგეგმილი პრაიმერი. ქართული ოცნების წარმომადგენლები და აქტივისტები აცხადებენ, რომ ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატებს შესვლის უფლება არ აქვს. აქციის მონაწილეებსა და ნაციონალური მოძრაობის გაყოფას ამ დრომდე ცდილობს პოლიციის კორდონი. პრაიმერის მონაწილეები შენობაში სამართალდამცველების სპეციალური კორიდორით შედიან. ცოტა ხნის წინ კი აქციის მონაწილეებმა ადგილზე მისულებს ბოთლები და ქვები დაუშინეს. დაზარალებულია ჟურნალისტი. ზუგდიდის თეატრის წინ პირველ საათზე დაიწყო. ქართული ოცნების წარმომადგენლები პრაიმერის ჩატარებას აპროტესტებენ. ისინი დელეგატებს ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ამ წუთებში თეატრის შენობის წინ არის პოლიციის კორდონი გაკეთებული, რომლის საშუალებითაც შედიან დელეგატები შენობაში. აქ ისმის შეურაცხყოფელი განცხადებები ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მისამართით. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს აქცია არის ხელისუფლების მიერ ორგანიზებული, კერძოდ კი ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ გუბერნატორებსა და სოფლის რწმუნებულებს დაავალა ხალხის მობილიზება და პრაიმერის ჩაშლა.